გამარჯობა, მე ვარ იაშკა www.all4lessons.8.2-ის მთავარი ადმინი. მე ამ ვიდეოში თქვენ გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ გამოკითხვა სურათებით. გადავწეროთ სურათები. თქვა და ბარსა და მილანი შევადაროთ. აი ეს თქვა. სურათის ნახვა და დავაკოპიროთ ნახატის მისამართი. შევიდეთ სამართავ პანელში. შემდეგ შევიდეთ web files. Multiple settings. უკაცრავად. Pulse management. და დავაჭიროთ ამას. აი აქ ჩავწეროთ სახელი. აი აქ ბარსას სურათის ლინკი. აქ სხვა სურათის ლინკი და აქაც სხვა და აი აქაც სხვა. აი ჩავწეროთ. და ახლა აი აქ მილანი მოვნიშნოთ. აი თქვა იყოს ეს გამოვთოთ ჩავკოპიროთ და აი ესენი წავშალოთ. აი აქ შეგვიძლია შევცვალოთ და ჩავწეროთ ჩვენი სასურველი, მაგალითად გლიჩე და აჭრე და ასე შემდეგ. და დავაჭიროთ save. ახლა გადავიდეთ საიტზე და ვნახოთ შეიცვალა თუ არა გამოკითხვა. აი როგორც ხედავთ გამოკითხვა შეიცვალა, მაგრამ ეს პატარა ცოტათი და ეს ძალიან დიდი. ახლა მე გასწავლით ამ ზუმების დაპატარავებას. შევიდეთ აი აქ დავაჭეროთ ამას. მოვნიშნოთ ეს. შემდეგ მივცეთ save და ავტვირთოთ რადიკალ რუზე. ახლა ესეც მოვნიშნოთ და ესეც ავტვირთოთ. გადმოვიწეროთ ესეც. და როდესაც ავირჩევ, აი აქ ავირჩევ სურათი და აი აქ ჩავწეროთ 100. დამწერ ზაგროზე. აქაც ჩავწეროთ 100 და აქაც ავირჩევთ მილანის სურათი. დავაჭიროთ opens. აი სურათი აიტვირთა და მოვნიშნოთ ეს. ჩავწეროთ პირველ ბარსასი, რადგან ეს ჩავწეროთ აქ. და მილანის რა თქმა უნდა მილანის აი აქ. გასრავად ეს არ მომნიშნია და მივცეთ save. და
მივხვდებით დაპატარავებულია ორივე სურათი. მივდიდოთ მილანს და მივზეთხმა. რა თქმა უნდა, მილანი ჯობია. მაგრამ ამ ვიდეო კურსი დასრულებულია და შევამზადეთ საიტზე www.les2.2 თუ გსურთ ისწავლოთ მეტი ვიდრე ისიც.